გადაცემა 59 წამი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო 2 წლის განმავლობაში საკრედიტო ორგანიზაციები საგრძნობლად მომრავლდა. ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების მატებას ეკონომისტების საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას საკრედიტო საქმიანობის შესახებ კანონის სასწრაფოდ მიღებისკენ მოუწოდებენ. ონლაინ კრედიტების გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებიც კი გროვდება. აპროტესტებენ კომპანიების აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას, მაღალ საპროცენტო განაკვეთს და ურთიერთობის ფორმებს პრობლემურ კლიენტებთან, რაც ხშირ შემთხვევაში შანტაჟის და მუქარის ნიშნებსაც შეიცავს. რა არის ონლაინ კრედიტი? სწრაფად მოგვარებული ფინანსური პრობლემა თუ ვალი კაბალური პირობებით? ვკამათობთ თემაზე, რა სარგებელს აძლევს საკრედიტო ორგანიზაციების მომრავლება ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას, ასევე რა რეგულაციები და ზედამხედველობის რა მექანიზმი უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ სიტუაციის გასაჯანსაღებლად. დღეს ამ თემაზე ერთმანეთის პირისპირ არიან ბატონი ზურაბ კუკულაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი და ბატონი ლაშა ნოდია, იურისტი, რომელიც იცავს რამდენიმე ონლაინ ორგანიზაციის ინტერესებს. ეს არის გადაცემა 59 წამი, სადაც ვკამათობთ წესების დაცვით, თქვენ პასუხობთ ჩემ მიერ დასმულ კითხვებს მხოლოდ 59 წამში და ერთმანეთს არ აწყვეტინებთ. მაყურებელს შევახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა GDS-ის გარდა შესაძლებელია რადიო უცნობის საშუალებითაც FM 98-სა და 1-ზე. მაყურებელს და რადიო მსმენელს აქვს საშუალება, რომ ჩაერთოს გადაცემაში და გვიპასუხოს კითხვაზე, რომელიც ჟღერს ასე: უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინ სესხები საქართველოში? თუ თვლით, რომ დიახ, ონლაინ სესხები უნდა აიკრძალოს, დარეკეთ ნომერზე 0800 800 111. თუ თვლით, რომ არა, ონლაინ სესხების აკრძალვის აუცილებლობა არ დგას, მაშინ უნდა დარეკოთ ნომერზე 0800 800 112, ხოლო თუ არ იცით, უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინ სესხები, მაშინ დარეკეთ ნომერზე 0800 800 113. ბატონო ლაშა და ბატონო ზურა, თქვენ ორივესთან მექნება ზუსტად ერთი და იგივე შეკითხვა, თქვენი აზრით, რა არის ონლაინ სესხი? ეს არის სწრაფად მოგვარებული ფინანსური პრობლემა თუ საბოლოო ჯამში ეს გამოდის ვალი კაბალური პირობებით? თქვენ მიპასუხეთ. ონლაინ სესხი არის, რა ვიცი, როგორც ისმის, არის ეს არის ონლაინ საკრედიტო პროდუქტი, საფინანსო ბაზრის შეთავაზება, რომელიც ბაზარზე ახალი, ასე ვთქვათ, გამოჩენილია. ვინაიდან ქართულ საზოგადოებას არ აქვს არა მარტო ონლაინ საკრედიტო პროდუქტების, არამედ სხვა საფინანსო პროდუქტების ადეკვატური მოხმარების კულტურა, ეს საფინანსო პროდუქტიც გახდა პრობლემური. ამას დაემატა ისიც, რომ სექტორი თვითონ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობა ვერ მოექცა გარკვეული რეგულაციების ქვეშ, ეს მოხდა საკანონმდებლო ერთგვარი ხვრელის გამო. შესაბამისად, გამოიწვია ის პრობლემები, რაზეც უკვე საზოგადოება საუბრობს. აქედან გამომდინარე, როგორც სხვა მიმართულებით არის დარეგულირებული საფინანსო ბაზარი, ვფიქრობ, რომ აქაც აუცილებელი არის რეგულაციების შემოტანა და ეს მნიშვნელოვნად გამოასწორებს იმ დამოკიდებულებას, რაც დღეს საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა. რეგულაციების შესახებ კიდევ ვისაუბრებთ. თქვენი ოპონენტი ამბობს, რომ საფინანსო პროდუქტი, კონკრეტულად ონლაინ სესხები არის პრობლემული ამ სოციალური ფონის შესაბამისად. თქვენ როგორ თვლით? ეს არის მარტივი ფინანსური პრობლემის მოგვარების გზა, თუ ეს არის სესხი კაბალური პირობებით? მე არ დავარქმევდი ამას ფინანსური პრობლემის მოგვარების გზას. ეს არის ჩვეულებრივი სერვისი, რაც 21 საუკუნეში ესეც უნდა იყოს, რაც მეტი იქნება სერვისი, რომელშიც შეძლებს მოქალაქე ელექტრონულად, მით უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო განვითარებულია ბაზარი, მით უფრო განვითარებულია კონკურენცია. ელექტრონულად შესაძლებელია მრავალი სერვისის შესყიდვა, მათ შორის ერთ-ერთი არის ელექტრონული სესხი. დასრულეთ. რაც უფრო განვითარებულია ბაზარი, მით უფრო განვითარებულია ეკონომიკა. შეიძლება თუ არა ეს ფრაზა გამოვიყენოთ აი სწორედ თქვენი აზრით ამ საფინანსო პრობლემური პროდუქტის შემთხვევაში. არის თუ არა ამ პროდუქტით საფინანსო ბაზარი უფრო განვითარებული?
მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს უფრო ზოგადი ფილოსოფიური, ანუ ძალიან ზოგადი კითხვა, რაც და შეიძლება ითქვას, ეს ჩემი საყვარელი თემა არის, ვინაიდან მე უფრო ძირეულად უფრო მემარცხენე შეხედულებებისკენ ვიხრები ცხოვრებაში, შესაბამისად არ ვთვლი, რომ ნებისმიერი ბიზნესი და მისი ხელმისაწვდომობა არის, ასე ვთქვათ, საზოგადოების და ეკონომიკის წარმატება-წარუმატებლობის უპირობო წინაპირობა. მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სწორი და ადეკვატური პოზიცია ნებისმიერი ბაზრის განვითარებაში. ანუ რას გულისხმობ, რომ არ შეიძლება რომ სახელმწიფომ ვთქვათ მოქალაქე ასე ვთქვათ მიატოვოს ბიზნესთან ურთიერთობაში და როგორც მოხდა ამ შემთხვევაში დატოვოს ერთგვარად დაუცველი. აქ რაზეა საუბარი, რომ პირველ რიგში მოქალაქემ იგრძნოს, რომ სახელმწიფო არის მის მხარეს. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ლაშა, გავყვეთ პროცედურებს სესხის აღების დროს. სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია საკრედიტო ორგანიზაცია 19-დან 22 წლამდე შუალედში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ონლაინ ორგანიზაციებს დიდად არ აინტერესებთ კონკრეტული პირების შემოსავალი, იმიტომ რომ 19 წლის 22 წლის ახალგაზრდას, რომელსაც შესაძლოა არ ქონდეს ის შემოსავალი, რომ შემდეგ ამ სესხის პირობებს გაყვეს და ყველაფერი როგორც წესია ისე გადაიხადოს, არ აინტერესებს კონკრეტული პირის შემოსავალი, ანუ ის გამიზნულად აყენებს მომხმარებელს საკმაოდ ყაბალურ პირობებში. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ონლაინ სესხების პრობლემა. ნებისმიერ პირს, ვინც შეუსრულა 18 წელი, შეუძლია მივიდეს მაღაზიაში და განმადებით შეისყიდოს პროდუქტი. არანაირი პრობლემა მას ამ პროცესში არ შეექმნება. რაც შეეხება სესხებს, ჯერ მე დავასრულებ ჩემს სტატუსს ამ ნაწილში მე წარმოვადგენ ასოციაციას, ელექტრონული სესხების გამცემი ორგანიზაციების ასოციაციას, სადაც გაერთიანებულია ყველაზე მსხვილი ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციები. ეს გაერთიანება შეიქმნა იმ მიზნით, რომ ბაზარზე არსებული დაურეგულირებელი ურთიერთობები თვითრეგულაციის ქვეშ მოქცეულიყო და თვითრეგულაციაზე უკეთესი ხედვა არსებობს, თუ იქნება ეს მოქცეული სახელმწიფო რეგულაციის ქვეშ, რაც ხელს შეუწყობს თანაბარ პირობებს, კონკურენციას, რისი მომხრეც ვარ ჩვენ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მომხმარებელთა უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული და რა თქმა უნდა, თუ არ იქნება ცუდი გამოძახილი ამ ბიზნესის მიმართ, ჩვენი ბიზნესიც განვითარდება. გასაგებია, თქვენ გსურთ, რომ შეფასებები იყოს უფრო დადებითი და ასოციაცია არ არის წინააღმდეგი გარკვეული რეგულაციების დაწესების. უპასუხეთ ოპონენტს და ასაკზე თქვენს შეგიძლიათ მითხრათ. ამბობთ, რომ მოქალაქემ არ უნდა იგრძნოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ის არის მიტოვებული. თვლით თუ არა, რომ 19-დან 22 წლამდე ადამიანი, რომელიც გაუთვითცნობიერებლად აიღებს სესხს, შემდეგ ამას ვერ გადაიხდის, არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან მიტოვებული. როგორ უნდა აფრთხილებდეს სახელმწიფო ან კონკრეტულად ეს ორგანიზაცია მოქალაქეს, რომ მან არ აიღოს ისეთი სესხი, რომლის გადახდის უნარიც ძალაც არ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ვერ დაждდება და ვერ აუხსნის ყველა მოქალაქეს, ეს გააკეთე, ეს გააკეთე. მთავარი არის შეიცვალოს თამაშის პრინციპები ამ ბაზარზე და ვთქვათ, პირველ რიგში რაც ერთ-ერთი ჩვენი მთავარი რეკომენდაცია არის ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან უფრო ადეკვატურად უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, სესხების გადახდის უნარიანობის შესწავლა. მე როგორც ვიცი და აი ძალიან მივესალმები ამ პროცესს და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ერთი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ონლაინ სესხების წარმომადგენლებიც მზად არიან რეგულაციებზე წამოვიდნენ, ასე ვთქვათ, და თუ ვთქვათ ამ რეგულაციებში ჩართული იქნება სწორედ გადახდის უნარიანობის საქმის შესწავლა, იქ ასე მწვავედ ასაკის პრობლემა აღარ დადგება. ბუნებრივია სხვა პრობლემები რჩება, თუმცა გადახდის უნარიანობის შესწავლა და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება კრედიტის გაცემა არ გაცემის თაობაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. ადეკვატურად შეისწავლოს ორგანიზაციამ არის თუ არა პირი გადახდის უნარიანი. ამ თემაზე რომ გვითხრათ და რომელ რეგულაციებზე თანხმდება, მაგალითად ასოციაცია, რომელ რეგულაციებზე მიდის და რომელზე არა. რეგულაციებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვართ პასიური მოთამაშე. ჩვენ იურიდიულ კომპანია ნოდიო ურმაშვილი და პარტნიორებს ხელშეკრულების მიხედვით დაგვავალა ასოციაციამ შეგვესწავლა საერთაშორისო კანონმდებლობა, უცხოელი ქვეყნების პრაქტიკა და ჩვენი ხედვა ჩამოვაყალიბეთ ამ კუთხით. ამ ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ რეგულაციის გარკვეულ ფორმას და ჩვენ ამ კუთხით შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ნაწილი. ეს არის პირველი სუბიექტი, ვინ შეიძლება იყოს
გამცემი ამ ელექტრონული სესხების და მეორე, როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მას მომხმარებელთან. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მომხმარებელთან ითვალისწინებს იმასაც, რომ უნდა იქნეს შემოწმებული საკრედიტო ინფორმაცია მომხმარებლის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მიზანიც არის და რა თქმა უნდა, ეს უფრო დახვეწავს ინფორმებს, რაც არის ელექტრონული სესხები. ელექტრონული სესხი ამას მხოლოდ იმიტომ ქვია, რომ ეს ელექტრონულად გაიცემა, ეს არის სესხის ფორმა. ძალიან დიდი მადლობა. კაბალურ პირობებზე მინდა ვისაუბრო საპროცენტო განაკვეთებზე, თუმცა თუ შეძლებთ რომ მიპასუხოთ ისევ ადეკვატურად არის თუ არა შესწავლილი საკითხი, არის თუ არა პირის გადახდის უნარიანი. თქვენ ამბობთ რომ შეიძლება ერთ პირს 3, 4, 5 სესხი მისცეს სხვადასხვა ონლაინ ორგანიზაციამ. ამას ხომ არ მივყავართ იმ კაბალურ შედეგამდე რომ პირი ვეღარ იხდის სესხს. აი როგორ შეიძლება შეისწავლოს რას თავაზობთ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს. მე რამდენიმე თვის წინ ვიყავი GDS-ის ეთერში და ეს საკითხი მაშინაც წავედ იდგა და მაშინ ესე ვთქვათ ჩვენს კამათში იყო საუბარი იმაზე რომ ასე ვთქვათ სესხი ანუ დაფიქსირდა შემთხვევების როდესაც სესხი აიღო ასე ვთქვათ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანმა ამ შემთხვევაში უკვე ნათლად ჩანს რომ ანუ გადახდის უნარიანობა ასე ვთქვათ ადეკვატურად არ შეისწავლებოდა. თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და თქვა თუ მომეცემა საშუალება რომ ამ რეგულაციების მომზადებაში და თუნდაც შემოთავაზებული პაკეტის განხილვაში ასე ვთქვათ ჩავერთო, აუცილებლად ხარს დაუჭერ იმას რომ გადახდის უნარიანობის შესწავლის საკითხი იყოს სწორედ დასმული. აქ მარტო საკრედიტო ისტორიის შესწავლაზე არ უნდა იყოს და გადამოწმება არ უნდა ხდებოდეს, აქ ვთქვათ შემოსავლებთან მიბმაც უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული. ძალიან დიდი მადლობა. საკრედიტო ისტორიის შესწავლა არ არის საკმარისი. შესაძლოა პირს კონდეს დადებითი საკრედიტო ისტორია, მაგრამ როგორც თქვენი ოპონენტი ამბობს, ის იყოს სოციალურად დაუცველი პირი და მას არ შესწევდეს ძალა რომ სესხი გადაიხადოს. შემდეგ უკვე მოდის პროცენტები კაბალური პირობებით. გვიპასუხეთ ამ თემაზე. რატომ არ შეისწავლის ონლაინ ორგანიზაცია არის თუ არა გადახდის უნარიანი პირი? ჩვენ არ ვართ მომხრე რომ არ მოხდეს შესწავლა საკრედიტო ინფორმაციის. საკრედიტო ინფორმაციის შესწავლა გულისხმობს იმას, რომ მოხდეს ამის ანალიზი და ამის მიხედვით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. დღეს საქართველოში უამრავი ადამიანია სოციალურად დაუცველი და სოციალურად დაცული ადამიანებიც არიან მოხვედრილი შავ სიაში კრედიტ ინფოში ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის გამო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს არ უნდა ქონდეს სესხის აღების საშუალება. გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სოციალურად დაცულები, ამ დაუცველ ფენაში ვინც არ შედიან. შესაბამისად ჩვენ ვართ მომხრე რეგულაციების და რეგულაციებიც არსებობს ევროპულ ქვეყნებში. მათ შორის რეგულაცია რაც მოიცავს პირველი დაწესებულება რომელიც გასცემს ამ სესხებს უნდა იყოს რეგისტრირებული. დაწესებულებას უნდა ქონდეს საკუთარი კაპიტალი. დაწესებულების მენეჯმენტი და პარტნიორები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათი საქმიანობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონტროლირებადი. ძალიან დიდი მადლობა. გადავიდეთ სესხის ამოღების პრინციპებზე, რომელიც ხდება კი ბატონო. ჩვენ რაღაცნაირად გაგვეუბნას ჩვენი საუბარი და მთავარი მომენტი გამოგჩა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ამ სისტემაში. ეს არის ის, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები აუცილებლად უნდა შევიდეს ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ. ანუ აქ რაზეა იცით საუბარი? ეროვნული ბანკი არის ზოგადად საფინანსო ამინდის შემქმნელი ქვეყანაში. როდესაც საფინანსო პროდუქტები, ასე ვთქვათ, საფინანსო ბაზრის კიდევ ერთი მოთამაშე ამინდის გარეთ არის, ეს ქმნის პრობლემას. ანუ ვერ ხდება ელემენტარული სტატისტიკა არ არსებობს, ვერ ხდება საერთო სურათის შესწავლა. შემდეგ ამით არის ჩვენ ხა საუბრობთ რეგულაციების პაკეტზე, როგორ უნდა იყოს, როგორი არ უნდა იყოს. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ რაღაცნაირად ვეძებთ ბნელო თახში შავ კატას, იმიტომ რომ საერთოდ არ გვაქვს სურათი, რას ვიკლეთ. ჩვენ ზოგადად სოციალური პრობლემატიკიდან გამომდინარე ვსაუბრობთ და ეს არის ძალიან ცუდი. კი ბატონო, გასაგებია. ეროვნული ბანკის ფრთის ქვეშ გაერთიანებული საკრედიტო ორგანიზაციები მისაღები თუ არის თუ არა თქვენთვის რომ გარკვეული რეგულაციები დააწესოს ეროვნულმა ბანკმა სწორედ აი ამ ორგანიზაციებისთვის. როცა საუბრობთ რომ რეგულაციები მისაღებია, ესეც არის თუ არა თქვენთვის მისაღები. კი ბატონო, მოგახსენეთ ჩვენი კომპანია მუშაობს ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ჩვენ ვიცით ის რეგულაციები, რაც აქვს ეროვნულ ბანკს დადგენილი საფინანსო სექტორისთვის და ამ რეგულაციებს მივესალმებით.
თვითონ ამ ბაზარზე საერთაშორისო პრაქტიკა არის ესეთი, რომ არეგულირებს ცენტრალური ბანკი ან მომხმარებელთა დაცვის გარკვეული ორგანო დაწესებულება. ქვეყანა შეუძლია წავიდეს ორივე მიმართულებით. თავარია დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები. მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, თუ ამას დაიცავს კანონი, ჩვენთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, მაკონტროლებელი პირი. ამ შემთხვევაში ცენტრალური ბანკი თუ დაიცავს, აუცილებელია ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა. ჩვენ უფრო მეტიც მომხრე ვართ იმისა, რომ არა მარტო ელექტრონული სესხების გამცემი ორგანიზაციები, არამედ ყველა ის სუბიექტი, ვინც სესხების გაცემის ბიზნესს ეწევა, აუცილებლად დარეგისტრირდეს. იმიტომ რომ ეს ხელშეუწყობს კონკურენციას და ამავდროულად გადასახადების გადახდას. და ბაზრის შეფასებას ალბათ საერთო ჯამში მე მაინტერესებს ბატონ ზურაბ სტატისტიკა. რამდენი პრობლემური ადამიანია საქართველოში დაახლოებით, რომელსაც აქვს ონლაინ სესხი და ამის გამო შეექმნა ფინანსური პრობლემები. გადავიდეთ პროცენტებზე. არის თუ არა ეს პროცენტები ზედმეტად მაღალი? გამოდის თუ არა, რომ სესხი არის გაცემული კაბალური პირობებით და გვაინტერესებს პრობლემური სესხების შემთხვევაში. რას ფიქრობს თქვენი ორგანიზაცია? არის თუ არა დარღვეული მომხმარებლის უფლებები, კონფიდენციალობა, მესამე პირის ჩართულობა არის თუ არა სწორი. გთხოვთ რომ კონკრეტულად გვიპასუხოთ, რა არ მოგწონთ ონლაინ სესხის ძალიან გამჭირდება 59 წამში ზუსტად. 59 წამს მოგცემთ, თუ შეიძლება რომ კონკრეტული პასუხები მითხრათ ამ დავიწყოთ პრობლემური უბრალოდ ჯერ თავიდან დავიწყებ ჩემი აზრით და საპროცენტო განაკვეთით რაც დავარია. მე თავარ პრობლემად ამ ორგანიზაციების საქმიანობაში ამ გადახდის უნარიანობის შესწავლას. მე საფინანსო პროდუქტის ფასზე საუბარი გამიჭირდება გამომდინარე, ანუ ფასის სამართლიანობასთან დაკავშირებით საუბარი გამიჭირდება გამომდინარე იქიდან, რომ მე კარგად ვიცი, რომ ასეთი სესხების ძალიან დიდი ნაწილი აუცილებლად გაპრობლემდება შესაბამისად ამის ამოღების ანუ ამოღება გართულდება შესაბამისად ამ კომპანიებს, ასე ვთქვათ, უბრალოდ იძულებულები ხდებიან, რომ ამოუღებელი კრედიტი ჩასვან სხვა ანუ სხვის მიერ აღებული კრედიტის ფასში და ეს ანუ რისკების შეფასება ზრდის საპროცენტო ფასს. მაგრამ თუ მოხდება მთავარი, სწორად შეისწავლება საფინანსო, ანუ გაცემის პროცედურა მოხდება სწორად, მაშინ რისკები თავისთავად შემცირდება და შემცირდება საპროცენტო განაკვეთის და მეორე რაც მთავარია, რაც ეხება უკვე ამომღები კომპანიების საქმიანობას. მე ვამბობ ხაზგასმით იმას, რომ თუ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მეტნაკლებად რაღაცა ცივილური ფორმებში მაინც რჩებიან სრული განუკითხაობა ამოღების კუთხით. მე მესმის, რომ ეს არის სხვა, ვთქვათ, სექტორი, სხვა ბიზნესი, სხვა კომპანიები და არა მარტო, ვთქვათ, ონლაინ სესხების პრობლემა დგას აქ არის იგივე ბანკების და მიკროსაფინანსოების პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე რეგულაციებზე საუბარი ზედმეტია. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქმე გვაქვს პირდაპირ კანონდარღვევებთან, რაც მათი მხრიდან ეს მუქარა შანტაჟი იგივე გამოხატული შემთხვევები, როდესაც ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა ხდება. წარმოიდგინეთ, ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა არის მსგავსი შინაარსის დანაშაული, როგორც არის, ვთქვათ, პირადი ცხოვრების სამსახველი კადრების გავრცელება. მე ამაში სხვაობას ვერ ვხედავ. აი ეს არის კონკრეტული კრიმინალი და შესაბამისი სამსახურები უნდა ჩაერთონ. დასრულდა თქვენი დრო, ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად იგივე დროს მოგცემთ თქვენ, თუმცა თქვენ შემთხვევაშიც გვინდა რომ სამ კონკრეტულ საკითხზე გაამახვილოთ ყურადღება. ერთი, რომელსაც ოპონენტი გეუბნებათ, ეს არის გადახდის უნარიანობის შესწავლა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი აზრით. მეორე, რისკების შემცირება და შესაბამისად შემცირებული საპროცენტო განაკვეთი და მესამე, ეს არის მესამე პირის მიერ სესხის ამოღების პროცედურები, რომელზეც თვლიან, რომ ის არის იურიდიულად გაუმართავი და ფარულ მოსმენებსაც კი შეადარა თქვენმა ოპონენტმა. მოკლედ, კრიმინალთან კავშირა მუქარა, შანტაჟი, ჩვენ მოსმენილი გვაქვს რამდენიმე ვიდეო. თუ კი თვლით, რომ სესხის ამომღები კომპანიები მაგალითად ასეთ ტიპის პროცედურებს ატარებენ, თუ არ თვლით მოსმენილი გექნებათ, მაშინ თქვენი კლიენტები რატომ უკეთავენ ამ ტიპის მომსახურებას ასეთ ორგანიზაციებს? გთხოვთ, რომ სამივე საკითხზე გვიპასუხოთ, ორჯერ 59 წამი გექნება. კი ბატონო, შევესწრები, რომ ერთში ჩავატიო. თავარი არის, რომ დაცული იყოს მომხმარებლის უფლება. თუ მომხმარებლის უფლება იქნება დაცული, ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა შევუშალოთ ხელი საბაზრო ბაზრის განვითარებას. დღეს საქართველოში მოგეხსენება ძალიან ბევრი არის ორგანიზაცია, მათ შორის საბანკო დაწესებულებები, რომლებიც გასცემენ სესხებს ონლაინ.
ელექტრონულად. რას ნიშნავს ელექტრონულად გაცემა? იდება ხელშეკრულება ელექტრონულად, გადამოწვევა კლიენტის ხდება ელექტრონულად და ძალიან სწრაფად ხდება სესხის გაცემა. რაც შეეხება ამოღებ კომპანიებს. ამოღებ კომპანიები არსებობდნენ მანამ, სანამ დაიწყებოდა ელექტრონული სესხების გაცემა საქართველოში. დიდი ხნით ადრე და ამოღები კომპანიები ემსახურებოდნენ და ემსახურებიან საფინანსო სექტორის ყველა სუბიექტს, ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და მათ შორის ელექტრონული სესხების გამოცემ ორგანიზაციებს. ჩვენ ისევე როგორც ბანკებს გვაქვს ხელშეკრულება ამ ორგანიზაციებთან, სადაც მათ ვთხოვთ, რომ ჯეროვანი დამოკიდებულება დაამყარონ მომხმარებელთან. თუმცა ეს არის ვეთანხმები ოპონენტს, ეს არის სხვა ბიზნესი. ჩვენ არც იმის წინააღმდეგი არ ვართ, რომ ამ ბიზნესშიც გარკვეული რეგულაცია არსებობდეს. მაგრამ სწორად მინდა მიიღოს ინფორმაცია მომხმარებელმა, იმიტომ რომ ეს არ არის ონლაინ სესხების სერვისის ნაწილი. ეს არის ამოღება. ბევრ ქვეყანაში არის ამ მიმართულებით ცალკე რეგულაცია, ცალკე კანონი, რომელიც უგრძალოს ამგვარ ორგანიზაციას შესაბამისი შემყვანი ინფორმაციის მიწოდებას და მცდარი ინფორმაციის მიწოდებას, რაც თუნდაც ამასწინათ გაჟღერებულ სიუჟეტში იყო ნაჩვენები. ანუ ჩვენ ვართ მომხრე, რომ დაცული იყოს მომხმარებელთა უფლება, რაც იქნება მიღწეული თუ ჯეროვანი რეკლამა, ანუ მცდარი რეკლამა იქნება აკრძალული, თუ ხელშეკრულებას გაეცნობა მომხმარებელი მანამ სანამ ის დადებს ხელშეკრულებას, თუ მისთვის წინასწარ იქნება ცნობილი სესხთან დაკავშირებული ხარჯი და თუ პირგასამტეხო და ხარჯი იქნება რეგულირებული. ძალიან დიდი მადლობა. მოისმინეთ, რას ფიქრობს ასოციაციის დამცველი იურისტი და თვლით თუ არა, რომ მის მიერ შემოთავაზებული რეგულაციების ეს პაკეტი მოაგვარებს სიტუაციას ამ ბაზარზე ბოლო 59 წამი და შემდეგ უნდა შევაფასოთ ინტერაქტივი. კი ბატონო, მე პრინციპში რაც მოვისმინე ძალიან სასიამოვნოა, ჩემთვის გამოდის, რომ ვთქვათ, ონლაინ საკრედიტო ასოციაციების წარმომადგენლებიც ასე ვთქვათ, მოდიან რეგულაციებზე და მე ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე საჭიროა რაღაც ერთგვარი თანამშრომლობა რეჟიმი გამომდინარე იქიდან, რომ მივახციოთ საბოლოო ჯამში ამ რეგულაციებს. რაც შეეხება ამოღების ნაწილში, მე იგივე ერთი მომენტის თქვა მინდა. ეს დამოკიდებულება ადამიანებს აზარალებს ერთი კუთხით, მაგრამ მეორე ესეთი დამოკიდებულება მეორე კუთხით თვითონ სექტორსაც აზარალებს და მე მგონი დადგა ის პერიოდი, როდესაც თვითონ სექტორიც აქტიურად უნდა ჩაერთოს იმაში, რომ მსგავსი დამოკიდებულებები ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან გამოირიცხოს. თორემ ამას მოყვება ძალიან სერიოზული სოციალური აფეთქება. გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ კარგად იცით, რაზეც საუბრობთ, ხო? პირდაპირ გამოხატული მუქარები და შანტაჟები. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ელემენტარულად ღირსების ამბავი არის, რომ რაღაც მაშინ გაურკვეველი უფლებამოსილების ადამიანები არ გემუქრებოდნენ გარკვეული საკრედიტო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენთვისაც ბოლო 59 წამი მაქვს, თქვენი აზრით მოყვება თუ არა ამ ყველაფერს სოციალური აფეთქება და თუ არ გსურთ, რომ თქვენს მიერ დაცული ორგანიზაციების ჩადენილ ქმედებებს, ასე ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთ სესხის გაცემის პირობებს არ მოყვეს სოციალური აფეთქება, როდიდან აპირებთ, ამბობთ, რომ არ ხართ პასიური მოთამაშე და პირიქით აქტიური მოთამაშე ხართ რეგულაციების დაწესების შემთხვევაში. როდიდან აპირებთ, რომ დააბალანსოთ სესხის პროცენტი განაკვეთი და როდიდან შემოიტანთ რეგულაციებს? თუ აუცილებლად სხვა უნდა დაგიწესოთ. როგორც მოგხსენეთ, ასოციაცია სწორედ იმიზნით შეიქმნა, რომ ამ ასოციაციაში თავი მოიყარა იმ ორგანიზაციებმა, ვინც მომხრე იყო თვით რეგულაციის. ანუ დადგინდა გარკვეული თამაშის წესები, რომელიც თამაშის წესებსაც ორგანიზაციის მონაწილე ყველა სუბიექტი იცავს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაცილებით მისაღებია თუ ამ თამაშის წესებს დაექვემდებარება ყველა სუბიექტი, ვინც გასცემს სესხს. მათ შორის ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ კონკურენტულ უპირატესობას, ჩვენი წევრების კონკურენტულ უპირატესობას გაზრდის. შესაბამისად, ჩვენ მუშაობთ პაკეტზე, თუ მთავრობას აქვს, მე როგორც ვიცი, არ აქვს ჯერ გამზადებული პაკეტი, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს ხედვა, რომელი ხედვითაც შეგვიძლია ჩვენი მოსაზრებები გაუცვალოთ მთავრობას და ვიმუშაოთ იმაზე, რომ შეიქმნას გარკვეული კანონი, რომელთაც თუნდაც ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცევა ეს ბიზნესი და დარეგულირდება, დაცული იქნება მომხმარებელთა უფლებები. ძალიან დიდი მადლობა, ელოდებით საერთო რეგულაციებს. მაყურებელი რეკავდა ამ დროის განმავლობაში, უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინ სესხები. ჩვენი მაყურებლის 51% თვლის, რომ დიახ, 59% თვლის, რომ არა, ხოლო 1% თვლის, რომ არ იცის. ეს იყო გადაცემა 59 წამი. შევხვდებით შემდეგ კვირას, ისევ GDS-ზე ზუსტად 9 საათზე. სტუმრებს დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ნახვამდის.